მოეძლევა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს შიო მესამეს. თქვენ უაღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ უაღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ უაღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარეო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, სამხედრო მოსამსახურენო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, პატივცემულო სტუმრებო, ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრებნო თანამემამულენო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. ის გამოხატავს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან სწრაფვას და ბრძოლას თავისუფლებისთვის. ქრისტიანული რწმენის და ეროვნული ფასეულობების დაცვისთვის. 1918 წლის 26 მაისს სახელმწიფოებრიობის აღდგენით ჩვენმა ერმა მსოფლიოს წინაშე კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავისი ურყევი ნება, ყოფილიყო თავისუფალი, დამოუკიდებელი და საკუთარ აწმყოსა და მომავალზე პასუხისმგებელი.